Ursula von der Leyen გერმანიის მთავრობიდან კორუფციული სკანდალის გამო გააგდეს. მის სახელს უკავშირდება წაშლილი ტელეფონის ნომრები, ფიქტიური კონტრაქტები და პარლამენტის გამოძიება. სასამართლო გამოძიების ნაცვლად ეს ქალი გააგზავნეს 9 მილიარდი ევროპელის სამართავად და მან ერთი ხელმოწერით გაანადგურა ევროპული წარმოება. მისი სახელი არც ერთ საარჩევნო ბიულეტენში არ ყოფილა, მაგრამ მისი გადაწყვეტილებით 2027 წლისთვის ევროპა დარჩება 87% ნავთობის და 40% გაზის გარეშე. 40 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დახურვისთვის ემზადება. ბენზინი 24%-ით ზვირდება, დიზელი 16%-ით. ეს ბლოგერების პროგნოზი არ არის, არამედ ბრიტანული კომპანიის Wood Mackenzie-ის ოფიციალური კვლევაა, რომელიც მას ევროპელმა ნავთობის მწარმოებლებმა შეუკვეთეს. დოკუმენტი 9 მარტს გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომია ნავთობისა და გაზის მწარმოებლის ევროპული ასოციაციის ვებგვერდზე. და ამ ყველაფერს ხელი პირადად Ursula von der Leyen-მა მოაწერა. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ერთი ხელმოწერით უდიდესი დარტყმა მიაყენა ევროპულ ეკონომიკას და არც ერთი მსხვილი გაზეთი და გამოცემა ამის შესახებ ან არ წერს, ან წერს წვრილი შრიფტით, სპორტის და ამინდის შესახებ ცნობებს შორის. ახალ ევროპულ წესებს, რომლებიც ძალაში შედის 2027 წლის 1 იანვარს, შეესაბამება მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის და გაზის მხოლოდ 7%. დანარჩენი 93% ევროპისთვის კანონგარეშე რჩება. დოკუმენტს ჰქვია ევროკავშირის რეგლამენტი მეთანის ამოფრქვევის შესახებ. ერთი შეხედვით მოსაწყენი სახელწოდება, რის გამოც მას არ კითხულობენ. გათვლაც ამაზეა, დოკუმენტის 28-ვე მუხლი ნავთობის და გაზის ყველა იმპორტიორისგან მოითხოვს, რომ მიმწოდებელი ქვეყანა მეთანის ამოფრქვევას აღრიცხავდეს ევროპული სტანდარტების მიხედვით, არა ამ სტანდარტების მსგავსად, არამედ სრულად ევროპული მოთხოვნების დაცვით. სოფლიოს რამდენიმე ქვეყანა შეესაბამება ამ სტანდარტებს. დღევანდელ დღეს არც ერთი, ნორვეგიაც კი, რომელიც ევროპისთვის გაზის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია, ამ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ევროკავშირში მისი გაზი 17%-ს უნდა დაემშვიდობონ, ისევე როგორც ნავთობის 29%-ს. რეგლამენტის დარღვევისთვის ჯარიმა კომპანიას არა მოგების, არამედ წლიური ბრუნვის 20% დაუჯდება. ეს ნებისმიერი იმპორტიორისთვის დასასრულია. წარმოიდგინეთ ქირურგი, რომელიც პაციენტს ეუბნება, რომ ფილტვების 93%-ს ამოსჭრის, მაგრამ სანაცვლოდ უფრო სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავს. ზუსტად ამას უკეთებს von der Leyen ევროპის ეკონომიკას. 9 მარტს ევროპელმა მენავთობეებმა, რომლებიც კონტინენტზე 70%-ის მოპოვებას უზრუნველყოფენ, გამოაქვეყნეს ღია წერილი ციფრებით და გათვლებით, რომელიც მათ ბრიტანულმა კონსალტინგურმა კომპანიამ მოუმზადა. წერილში ისინი პირდაპირ ითხოვენ რეგულაციის შეჩერებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კატასტროფას პროგნოზირებენ. ბრიუსელმა მათ ზრდილობიანი პასუხი გასცა და დაახპირდა პრაგმატულ იმპლანტაციას, რაც ადამიანურ ენაზე ნიშნავს, რომ ჩვენ თქვენ ხმაკ იგვესმის, მაგრამ მატარებელმა უკვე ჩაიარაო. Wood Mackenzie-ის და ნავთობისა და გაზის მწარმოებლის ევროპული ასოციაციის მონაცემებით, აკრძალვაში ექცევა ნავთობის 87% და გაზის 43%. ასევე მოყვანილი ციფრების თანახმად, ევროპული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრეები 50%-ით ეცემა. 40 დახურული ქარხნის ეკვივალენტია ის, რომ თითეული ასეთი დახურული ქარხანა ათასობით დაკარგული სამუშაო ადგილია. პატარა ქალაქები, ადგილობრივი ბიუჯეტები, ეს ყველაფერი 3 წელიწადში გაქრება. ბენზინი გაძვირდება 24%-ით, დიზელი 16%-ით, ხოლო გაზი ისტორიულად რეკორდული 19%-ით, რაც საბაზო პროგნოზზე ორჯერ მაღალია. ბენზინის მსხვილი ექსპორტიორიდან ევროპა გადაიქცევა სუფთა იმპორტიორად. კონტინენტის დამატებითი ხარჯია 17 მილიარდი დოლარი წელიწადში. ცხადია, ამის ფასს მოქალაქეები იხდიან. თითოეული ბენზინგასამართი სადგურის გათბობის ქვითრების, პურის ფულის საშუალებით, რომლებშიც დათვლილია ლოგისტიკა. ამასთანავე მეთანის კანონთან ერთად კიდევ 2 ხაფანგის ამოქმედება იგეგმება. 2027 წელს ევროკავშირი საბოლოოდ კრძალავს რუსული გაზის იმპორტს, კი არ აჩერებს, არამედ კრძალავს. პატარა დეტალი: შარშან ევროპამ იყიდა რუსული თხევადი გაზი, იმაზე მეტი, ვიდრე კიდევ ერთი წლით ადრე და გადაიხადა 7 მილიარდ ევროზე მეტი. ბელგია, საფრანგეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ჩუმად ყიდულობდნენ, ვიდრე გერმანია ამაღად აცხადებდა, რომ უარი თქვა რუსულ გაზზე. ახლა კი ისინიც
აღარ იყიდიან იმ მომენტიდან, როდესაც აკრძალვას დაექვემდებარება მსოფლიო მიმწოდებლების 93%. 2028 წელს კი ძალაში შედის ნახშირბადის სერტიფიკატების ახალი ტალღა, რაც მთელ საწვავზე კიდევ ერთხელ გაზრდის ფასებს. 1 ლიტრ ბენზინზე 20-დან 50 ცენტამდე და ზევით. გათბობის მიმართულება ცალკე კატასტროფაა. პერსპექტივა მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, რეალურ ცხოვრებაში ასეთია. პენსიონერი პრაღაში, რომელიც გათბობაში თვეში 3000 კრონს იხდის, 2 წელიწადში გადაიხდის 5000. მის პენსიას არავინ გააორმაგებს. ვარშავაში სატვირთო მანქანის მძღოლისთვის, რომელიც საერთაშორისო რეისებზე მუშაობით ცხოვრობს, დიზელი 16%-ით გაუძვირდება. მისი მარშრუტი არარენტაბელური გახდება. ფირმა იხურება, მისი ოჯახი კი რჩება ფულის გარეშე. ბავარიელი ფერმერი, რომელსაც მოსავალი გათვლილი ჰქონდა საწვავის არსებულ ფასზე, მიიღო სხვა ფასი და გაკოტრდა. ეს ფანტაზია არ არის. ესაა ვუდ მაკენზის კვლევა, სადაც შავით თეთრზე წერია ექსპერტების დასკვნა, რომლებსაც მოსკოვისადმი სიმპათიაში ვერავინ დაადანაშაულებს. და აი აქ იწყება მთავარი ამბავი. კერძოზე ჩნდება კითხვა, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება ბრიუსელში? ვინ გამოაცხადა, რომ მოდით ისე გავაკეთოთ, რომ 2 წლის შემდეგ აღარ გქონდეს არც ნავთობი, არც გაზი და არც ქარხნები. ფორმალურად ევროკომისიამ ურსულა ფონ დერ ლაიენით სათავეში. ადამიანით, რომლისთვისაც არავის ხმა არ მიუცია, ვისაც პირადად არავინ იცნობს და რომელიც 2019 წელს საკუთარი ქვეყნიდან მოიშორეს და ბრიუსელში გააგზავნეს, რადგან გერმანიაში თავდაცვის სამინისტროს მუშაობა ჩააგდო კორუფციული სკანდალის ზღვარზე იყო და ეს ქალი ჩასვეს სავარძელში, საიდანაც დღეს ის წყვეტს 9 მილიარდი ადამიანის ბედს მანდატის და პასუხისმგებლობის გარეშე. 20 აპრილს ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა, ბელგიელმა ლიბერალმა და არა უნგრელმა ნაციონალისტმა ან რუსმა პროპაგანდისტმა, რომელიც 5 წელი მუშაობდა ფონ დერ ლაიენთან ერთ მაგიდასთან, ბრიუსელში ერთ-ერთ გაზეთს ინტერვიუ მისცა და პირდაპირ განაცხადა ევროკომისიაში სუპერავტორიტარული მმართველობის სტილის შესახებ, რომ კომისრები არანაირ როლს აღარ ასრულებენ და მუშაობის შედეგი არის ნული. ეს არის ტრაგედია, განაცხადა შარლ მიშელმა. და ამ ფონზე თავად ევროკომისიამ დაიწყო დემოკრატიის მხარდამჭერი კამპანია და ბრიუსელში ევროკომისიის შენობაზე გაკრულია უზარმაზარი პლაკატი წარწერით. დაიცავით ის, რაც მნიშვნელოვანია, ჩვენი დემოკრატია. გარედან ლოზუნგია დემოკრატიაზე. შიგნით კი სუპერავტორიტარული სტილი, რაზეც ლაპარაკობს ევროპული საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი. და სწორედ შიგნით ახლა ხელი ეწერება დოკუმენტს, რომელიც ბოლოს მოუღებს ევროპულ წარმოებას. აი რას ამბობენ ურსულას ევროპელი მოკავშირეები. ისინი ვისაც ჯერ კიდევ ხმის ამოღება შეუძლიათ. გერმანელი მენავთობეები პანიკაში არიან. გერმანიის კანცლერი მერცი ჩუმად სხობს ბრიუსელს შეამსუბუქოს რეგულაციები. ფრანგი მეწარმეები წერენ მიმართვებს. ნიდერლანდელი ენერგოვაჭრები გაოგნებულები არიან. პოლონეთის ქიმიური დარგი ემზადება გაჩერებისთვის. ბრიუსელი კი მათ პასუხობს, რომ მზადაა განიხილოს მოქნილი იმპლემენტაცია, რაც ადამიანურ ენაზე ნიშნავს შედეგს, რომ ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ის თუ კონკრეტულად რა მეთოდით შეგზღუდავთ თქვენ, ტკივილ გამოყოჩებლით თუ მის გარეშე. და აქ კიდევ ერთი საინტერესო კითხვა ჩნდება, რატომ უნდა შეუწყდეს ევროპულ წარმოებას წვდომა ნავთობის და გაზის მსოფლიო ბაზრის 93%-ზე და რატომ გამოაქვთ საკუთარი თავისთვის ასეთი განაჩენი. თან სწორედ ახლა, როდესაც ჰორმუზის სრუტე დახურულია, ხოლო აღმოსავლეთში ომია, ლუფტგანზამ გააუქმა 20,000 რეისი საწვავის დეფიციტის გამო. ოფიციალური პასუხი ალბათ იქნება ის, რომ კლიმატზე ზრუნავენ. ევროპელი მწარმოებლები კი გეტყვიან, რომ ეს იდეოლოგიური სიგიჟეა. არის მესამე პასუხიც და ის ლოგიკურად ნჭდება მას შემდეგ, რაც დავინტერესდებით, ვინ იგებს ამ სიტუაციით. იგებენ თხევადი გაზის ამერიკელი მწარმოებლები. სწორედ ისინი აფორმებენ ევროპასთან გრძელვადიან კონტრაქტებს. სწორედ მათ გასუნთებენ მწვანე შუქს, რადგან შეერთებულ შტატებს საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ფინანსურად დაფაროს ევროპულ სტანდარტებთან ფორმალური შესაბამისობა. სხვებს ეს არ შეუძლიათ და რჩებიან თამაშგარე. შემთხვევით დაემთხვა ის, რომ შეერთებული შტატები ახლა თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტია მსოფლიოში. ამ ყველაფრის ფასს ევროპელი მომხმარებლები იხდიან. ევროპული წარმოება ჩერდება. ამერიკული ბიზნესი მონოპოლიას იღებს. ურსულა ფონ დერ ლაიენი კი ამ ყველაფერს აწერს ხელს.
მეთანის რეგლამენტი უკვე მიღებულია და ის 2027 წლის იანვრიდან ავტომატურად ამოქმედდება. ის რომ გაუქმდეს საჭიროა, ხელახლა წარიმართოს მთელი პროცედურა, კომისია, პარლამენტი და 27 ქვეყნის მთავრობა. ამაზე წლები დაიხარჯება. ქარქნების დახურვა კი 18 თვეში დაიწყება. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ევროპულ არჩევნებში მონაწილეობა და ხმა მისცა დეპუტატებს, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს ევროკომისია, რომელიც არავის აურჩევია. მისი ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელი არც ერთი ქვეყნის, არც ჩეხეთის, არც საფრანგეთის, არც პოლონეთის ბიულეტენებში არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ყველას ბედს ისწვეთს, კერძოდ ვინ რამდენი უნდა გადაიხადოს საწვავში, გათბობის გადასახადში, ზამთარში და ასე შემდეგ.